დღეს სანამ დაიძინებ, მინდა რაღაც სცადო. მხოლოდ ერთი პატარა რამ. იმის ნაცვლად, რომ ჩვეულებრივ გვერდზე გადაბრუნდე, რომელ მხარესაც არ უნდა იყო, მინდა მარცხნივ გადაბრუნდე. სულ ესა. მხოლოდ მარცხენა მხარეს. და მინდა გითხრა, რა მოხდება შენს სხეულს, როდესაც ამას გააკეთებ, რადგან ადამიანების უმეტესობას აბსოლუტურად წარმოდგენა არ აქვს. და როგორც კი ამას გაიგებ, გულწრფელად ფიქრობ, რომ ისეთ მარტივ რამეს, როგორიცაა ძილის პოზიცია, სრულიად განსხვავებულად შეხედავ. ჩვენი ცხოვრების დაახლოებით მესამედს ძილში ვატარებთ. მესამედს. თუ 80 წლამდე იცოცხლებ, ეს 26 წელზე მეტია ჰორიზონტალურად. და ჩვენს უმეტესობას ერთხელაც არ დაუსვამს კითხვა. მართლა აქვს მნიშვნელობა მიმართულებას, საითაც ვუყურებ, აქვს მნიშვნელობა ზურგზე ვარ, მუცელზე, მარჯვენა მხარეს თუ მარცხენაზე. ჩვენ უბრალოდ ვიკავებთ იმ პოზიციას, რომელიც კომფორტულად გვეჩვენება და ვარაუდობთ, რომ ჩვენი სხეული დანარჩენს უმკლავდება. მაგრამ აი, რა აღმოვაჩინე საინტერესოდ, როდესაც ამ კურდღლის ორმოში ჩასვლა დავიწყე. ბუდისტი ბერები, განსაკუთრებით იაპონური და ტიბეტური ტრადიციების გარკვეული წარმომადგენლები, საუკუნეების განმავლობაში მარცხენა მხარეს ძილს იყენებდნენ. შემთხვევით არა. არა იმიტომ, რომ ეს შემთხვევით სასიამოვნო შეგრძნებისთვის იყო. არამედ იმიტომ, რომ მათ სხეულის შესახებ ისეთი რამ გაიგეს, რასაც დასავლური მედიცინა მხოლოდ ახლა იწყებს ათვისებას. და როდესაც უძველეს სიბრძნეს თანამედროვე მეცნიერებას დაუმატებთ, სურათი, რომელიც ჩნდება, საკმაოდ შთამბეჭდავია. ასე რომ, მოდით გაგაცნობთ, თუ რა ხდება სინამდვილეში თქვენს სხეულში, როდესაც მარცხენა მხარეს გძინავთ. და მინდა დავიწყო იმით, რაზეც ადამიანების უმეტესობა საერთოდ არ ფიქრობს, თქვენი ლიმფური სისტემით. თქვენი ლიმფური სისტემა ერთ-ერთია იმათგან, რაზეც არავინ საუბრობს მანამ, სანამ რაღაც არ გაფუჭდება. მას არ აქვს საკუთარი ტუმბო, როგორც თქვენი გული ტუმბავს სისხლს. ის მოძრაობს სხეულში კუნთების მოძრაობის, სუნთქვის და ისეთი რამის საფუძველზე, რაც შეიძლება არ ელოდით გრავიტაციის. და აი, რამ შემაჩერა, როდესაც პირველად წავიკითხე ამის შესახებ. თქვენს სხეულში მთავარი ლიმფური სადინარი, რომელიც პასუხისმგებელია ლიმფური სითხის გამოდევნაზე თქვენი ორგანოების უმეტესობიდან, მარცხენა მხარეს ჩაედინება თქვენს სისხლში. მარცხენა მხარეს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც მარცხენა მხარეს გძინავთ, თქვენ ფაქტიურად მუშაობთ იმ ბუნებრივი მიმართულებით, რომლითაც თქვენი სხეული ცდილობს სითხის გამოდევნას. წარმოიდგინეთ ეს, როგორც აბაზანაში არსებული სადრენაჟე სისტემა. თუ აბაზანას ოდნავ დახარავთ სადრენაჟე სისტემისკენ, წყალი ძალისხმევის გარეშე გადაადგილდება. თუ მას სადრენაჟე სისტემისგან მოშორებით დახარავთ, წყალი უბრალოდ იქ დარჩება. მარცხენა მხარეს ძილი ნიშნავს თქვენი თავის დახრას სადრენაჟე სისტემისკენ. თქვენი ლიმფური სითხე, რომელიც ტოქსინებს, ნარჩენ პროდუქტებს და გამოყენებულ ცილებს ქსოვილებიდან გადააქვს, უფრო თავისუფლად მოძრაობს. ძილის დროს თქვენი სხეული უფრო ეფექტურად იწმინდება. და იმის გათვალისწინებით, რომ 7 ან 8 საათის განმავლობაში ჰორიზონტალურად და უძრავად ხართ, ეს დიდი დროა თქვენი შინაგანი სადრენაჟე სისტემისთვის, რომ ან კარგად იმუშაოს, ან საკუთარი თავის წინააღმდეგ იმუშაოს. ახლა კი მოდით ვისაუბროთ თქვენს კუჭზე და იმაზე, თუ რა ხდება საჭმლის მონელების დროს ძილის დროს. ბევრი ადამიანი ბოლო კვებას სადღაც საღამოს მიირთმევს და რამდენიმე საათის შემდეგ იძინებს. და თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა არ ჩერდება უბრალოდ დაწოლისას, ის აგრძელებს მუშაობას, საკვების გადატანას, მიღებული საკვების დამუშავებას. თქვენი კუჭის პოზიციას აქ უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თქვენი კუჭი მუცლის ზედა მარცხენა ნაწილში მდებარეობს. როდესაც მარცხენა მხარეს გძინავთ, კუჭი საყლაპავის ქვემოთაა განლაგებული. მილისებური საკვები პირიდან ქვემოთ ჩამოდის. გრავიტაცია კუჭის შიგთავს თავის ადგილას, ქვემოთ და შიგნით ინარჩუნებს. როდესაც მარჯვენა მხარეს გძინავთ, სიტუაცია იცვლება. ახლა თქვენი კუჭი საყლაპავზე მაღლა დგას. კუჭის მჟავაკი, რომელიც უკიდურესად მჟავეა და უკიდურესად უსიამოვნოა იმის გამო, რომ იქ არის, სადაც არ უნდა იყოს, შეიძლება უკან ამოიწიოს. თუ ოდესმე ღამის შუაგულში გულმკერდში ან ყელში წვის შეგრძნებით გაღვიძებულ ხართ, დიდი შანსია, რომ ამას თქვენი ძილის პოზიცია უწყობს ხელს. მჟავური რეფლუქსი და გასტროეზოფაგური რეფლუქსი სავალალო მდგომარეობებია და ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა ძილის მხარის შეცვლა, მნიშვნელოვნად ამცირებს ამ სიმპტომების სიხშირეს და ინტენსივობას. ამას მრავალი კვლევა ადასტურებს. ეს ფოლკლორი არ არის. ეს ფიზიოლოგია. თქვენი პანკრეასიც სარგებლობს ამ განლაგებით.
პანკრეასი კუჭის უკან მდებარეობს, ოდნავ მარცხნივ და გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, რომლებიც ბუნებრივად უნდა გადავიდეს წვრილ ნაწლავში. როდესაც მარცხენა მხარეს ხართ, ეს ფერმენტები გრავიტაციის საწინააღმდეგოდ მოძრაობენ და არა მის საწინააღმდეგოდ. მთელი საჭმლის მომნელებელი კასკადი უბრალოდ უკეთესად მიედინება. დილით იღვიძებთ და თქვენს სხეულს 8 საათიანი ეფექტური დამუშავება აქვს გავლილი, ვიდრე 8 საათიანი ბრძოლა საკუთარ თავთან. და შემდეგ არის თქვენი გული. მოდით, ერთი წამით თქვენს გულზე ვისაუბროთ. თქვენი გული ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ მდებარეობს გულმკერდში. აორტა თქვენი სხეულის უდიდესი არტერია, მთავარი მაგისტრალი, რომელიც ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლს გულიდან თქვენს დანარჩენ სხეულამდე მიაქვს. ზემოთ იხრება და შემდეგ მარცხნივ იხრება, სანამ თქვენს სხეულში ქვემოთ ჩავა. ასე რომ, როდესაც მარცხენა მხარეს გძინავთ, გული არსებითად ქვემოთ და აორტის ბუნებრივი თაღით მოძრაობს. სისხლი მიედინება იმ მიმართულებით, რომლითაც ის უკვე მიდის. გულს არ უწევს ისეთი ინტენსიური მუშაობა. გუნთისთვის, რომელიც დღეში დაახლოებით 100,000 ჯერ ცემს, დატვირთვის ნებისმიერი შემცირება, თუნდაც მცირე შემცირება, რომელიც 7 ან 8 საათიანი ძილის განმავლობაში დაგროვდა, მნიშვნელოვანი გზით გროვდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასევე არსებობს თქვენი ელენთის საკითხი. ადამიანების უმეტესობას არ შეუძლია გითხრათ, სად არის მათი ელენთა ან რას აკეთებს, მაგრამ სინამდვილეში ის ბევრ მძიმე სამუშაოს ასრულებს სისხლის ფილტრაციისა და იმუნური უჯრედების განთავსების თვალსაზრისით. ის თქვენი სხეულის მარცხენა მხარეს მდებარეობს. როდესაც მარცხენა მხარეს გძინავთ, ვენური სისხლი, რომელიც გულში ბრუნდება ჟანგბადის მიწოდების შემდეგ, უფრო ბუნებრივად მიედინება ელენთისკენ. ელენთა იღებს საჭირო მარაგს. ის ოპტიმალურად ფუნქციონირებს. თქვენი იმუნური სისტემა, რომელიც ძილის დროს მნიშვნელოვან ნაწილს აღადგენს და აღადგენს, უკეთ არის მხარდაჭერილი. ახლა მინდა აქ შევჩერდე, რადგან ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანი უსმენს ამას და ფიქრობს, კარგი, მაგრამ მე მთელი ცხოვრება მარჯვენა მხარეს ან ზურგზე მეძინა და კარგად ვარ. და ეს ალბათ მართალია. არავინ ამბობს, რომ მარცხენა მხარეს არ ძილი გაანადგურებს. მაგრამ არსებობს განსხვავება კარგსა და ოპტიმალურს შორის. არსებობს განსხვავება თქვენი სხეულის მართვასა და თქვენს კეთილდღეობას შორის. და ძილი არის ერთადერთი ფანჯარა ყოველდღე, სადაც შეგიძლიათ ან დაეხმაროთ თქვენს ორგანიზმს თავისი საქმის შესრულებაში, ან გაართულოთ ის. 8 საათი ყოველ ღამე სხვადასხვანაირად კეთება დიდი დროა. მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთი რამის შესახებ, რაც ამ ტრადიციული სიბრძნის დათვალიერებისას ჩნდება. სხეულის მარცხენა მხარის კონცეფცია, რომელიც უფრო მგრძნობიარე მხარეა. აიურვედულ მედიცინაში, ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში, გარკვეულ ბუდისტურ და იოგურ პრაქტიკებში, სხეულის მარცხენა მხარე ასოცირდება იმასთან, რასაც ისინი ქალურ ან მგრძნობიარე ენერგიას უწოდებენ. იოგაში იდას არხს, ჩინურ ტრადიციაში კი ინის ენერგიას. ეს მხოლოდ მეტაფორები არ არის. ეს არის ჩარჩოები, რომლებიც ძველმა პრაქტიკოსებმა შეიმუშავეს იმის დაკვირვებით, თუ რა მუშაობდა, დახვეწეს ასობით წლის განმავლობაში პრაქტიკის განმავლობაში და გადასცეს, რადგან შედეგები განმეორებადი იყო. ბუდისტი ბერები, რომლებიც მარცხენა მხარეს შეგნებულ ძილს ასრულებდნენ, აღწერდნენ რაღაცას, რაც ჩემთვის ნამდვილად საინტერესოა, ძილის ხარისხი, რომელიც უფრო აღმდგენი იყო. სიზმრები, რომლებიც უფრო ნათელი და შინაარსიანი იყო. განცდა, რომ არა მხოლოდ დასვენებული, არამედ რაღაცნაირად უფრო ნათელიც კი იღვიძებდი. ახლა ეს ანეკდოტად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ასევე შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, რომ ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ საკუთარ შინაგან მდგომარეობას, რომლებსაც ჩვეულებრივი ცხოვრების ხმაურის უმეტესი ნაწილი ჰქონდათ მოცილებული და რომლებიც ამჩნევდნენ რაღაც რეალურს იმაში, თუ როგორ რეაგირებდა მათი სხეული და გონება ამ პრაქტიკაზე. სუნთქვაც ამის ნაწილია. როდესაც მარცხენა მხარეს ხართ, თქვენი მარჯვენა ნესტო უფრო დომინანტური სასუნთქი გზაა. და იოგური სუნთქვის ტრადიციების თანახმად, მარჯვენა ნესტოს დომინირება ასოცირდება ნერვულ სისტემაში უფრო მოდუნებულ, გამაგრილებელ ენერგიასთან, უფრო პარასიმპათიკური, უფრო დასვენება მონელებისკენ მიდრეკილი, ვიდრე ბრძოლა ან გაქცევისკენ მიდრეკილი. ცხვირით სუნთქვის მეცნიერება და მისი კავშირი ნერვულ სისტემასთან სინამდვილეში კვლევის მზარდი სფეროა და ის, რაც ახლა ჩნდება, ადასტურებს იმას, რასაც ეს ტრადიციები დიდი ხანია ამბობენ, ის თუ რომელი ნესტოთი სუნთქავთ, ძირითადად გავლენას ახდენს თქვენს ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, ვიდრე ადამიანების უმეტესობას წარმოუდგენია. მარცხენა მხარეს ძილი ბუნებრივად გადაგიყვანთ უფრო მშვიდ, უფრო აღმდგენ რეჟიმში. თქვენი ხერხემალი კიდევ ერთი რამ არის, რაც აღსანიშნავია.
როდესაც ზურგზე გძინავთ, ხერხემლის მთელ სიგრძეზე საკმაოდ დიდი მხარდაჭერაა, მაგრამ წელის მრუდი. თქვენი წელის ქვედა ნაწილის შიგნითა მრუდი. ზოგჯერ შეიძლება დაიძაბოს ლეიბის მიხედვით. როდესაც მუცელზე გძინავთ, წელის ქვედა ნაწილი სრულიად არასწორი მიმართულებით იხრება, რის გამოც მუცელზე მძინარე ადამიანები ხშირად იღვიძებენ ზურგის ტყივილით ან კისრის დაჩიმულობით, რადგან თავი საათობით გვერდზე აქვთ გადახრილი. როდესაც მარცხენა გვერდზე გძინავთ, ფეხები ოდნავ მოხრილი. არა სრულად მოხრილი ნაყოფის მჭიდრო პოზიციაში, უბრალოდ ნაზად მოხრილი, ხერხემალი ინარჩუნებს რაღაცას, რაც ძალიან ახლოსაა მის ბუნებრივ მრუდთან. თქვენს მალებს შორის დისკებს აქვთ შანსი, რომ რეჰიდრატაცია და მოდუნება მოახდინონ. ხერხემლის კუნთები მთელი ღამის განმავლობაში შეკუმშულ ან დაჭიმულ მდგომარეობაში არ რჩება. თქვენ მუშაობთ თქვენი სხეულის არქიტექტურასთან და არა მის წინააღმდეგ. ახლა მინდა გულწრფელი ვიყო თქვენთან ერთ რამეზე. ძილის პოზიციების შეცვლა ყოველთვის ადვილი არ არის. თუ მთელი ცხოვრება კონკრეტული გზით გძინავთ, ეს ღრმად ფესვგადგმული ჩვევაა და თქვენმა სხეულმა არსებითად ისწავლა ამ პოზიციაში ჩაძინება. მარცხენა მხარეს ძილის განზრახ მცდელობის პირველი რამდენიმე ღამე შეიძლება უხერხულად მოგეჩვენოთ. შეიძლება გაიღვიძოთ ჩვეულებრივ გვერდზე გადაბრუნებული. ეს ნორმალურია. ეს არ არის წარუმატებლობა. ეს უბრალოდ ჩვევაა, აკეთოთ ის, რასაც ჩვევა აკეთებს. რაც, როგორც წესი ეხმარება, არის ზურგს უკან ბალიშის გამოყენება, როგორც ნაზი ბარიერი, არა კედელი, უბრალოდ რაღაც, რაც ოდნავ ართულებს უკან გადაბრუნებას თქვენი შეუმჩნევლად. ზოგიერთი ადამიანი ასევე აღმოაჩენს, რომ მუხლებს შორის ბალიშის ქონა მარცხენა მხარეს ძილს მნიშვნელოვნად უფრო კომფორტულს ხდის, რადგან ის ხელს უშლის ზედა ფეხის მიერ მენჯის ბრუნვის გაკეთებას, რაც წელის ქვედა ნაწილს დაძაბავს. მცირე კორექტირება, მაგრამ მნიშვნელოვანია. საქმე იმაშია, რომ ამ საკითხში სრულყოფილება არ არის აუცილებელი. საწოლის მარცხენა მხარეს ლენტით მიკვრა არ არის საჭირო. როგორც კვლევები, ასევე ტრადიციული პრაქტიკა მიუთითებს, რომ ღამის მარცხენა მხარეს დაწყება. ამ პოზაში ძილში შესვლა სარგებლის მნიშვნელოვან ნაწილს იღებს, მაშინაც კი თუ ღამით გადაადგილდებით. თქვენი სხეული ლიმფური დრენირებისა და საჭმლის მონელების დამუშავების დიდ ნაწილს ძილის პირველ ნახევარში აკეთებს. ამიტომ ნამდვილი პრიორიტეტი სწორედ იქიდან დაწყებაა. ამ ყველაფერში მუდმივად ვუბრუნდები იმას, თუ რამდენი რამ ხდება სხეულში, სანამ ჩვენ ამას სრულიად ვერ ხვდებით. ძილს პასიურად აღვიქვამთ, როგორც აქტივობის არარსებობას. სინამდვილეში კი ეს თქვენი დღის ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი პერიოდია. თქვენი გლიმფატური სისტემა, ტვინის ნარჩენების გაწმენდის სისტემა, ძირითადად აქტიურია ძილის დროს. თქვენი უჯრედები თავად აღდგება. ჰორმონები გამოიყოფა. იმუნური მეხსიერება კონსოლიდირებულია. ზრდის ჰორმონი იმატებს. თქვენი ტვინი ამუშავებს და ინახავს დღის გამოცდილებას. ეს ყველაფერი თქვენში ხდება, სანამ უძრავად წევხართ და ოცნებობთ. და თქვენი სხეულის პოზიცია ამ ყველა აქტივობის დროს უმნიშვნელო არ არის. თქვენი სხეული არ არის მანქანა, რომელიც იდენტურად მუშაობს ორიენტაციის მიუხედავად. ეს არის ცოცხალი, გრავიტაციისადმი მგრძნობიარე, სითხით სავსე სისტემა, სადაც კუთხეები და პოზიციონირება ნამდვილად ცვლის მასში მიმდინარე ყველა პროცესის ეფექტურობას. ბერებმა ეს ინტუიციურად გაიგეს. მეცნიერება მეთოდურად ადასტურებს ამას. და ყველაზე ლამაზი ის არის, რომ მასზე მოქმედება აბსოლუტურად არაფერი გიჯდებათ. არანაირი რეცეპტი, არანაირი აღჭურვილობა, არანაირი ცხოვრების წესის შეცვლა. უბრალოდ პატარა, ჩუმი არჩევანი, რომელსაც დღეს საღამოს აკეთებთ, სანამ თვალებს დახუჭავთ. მოუხვიეთ მარცხნივ. გულს ცოტა ნაკლები სამუშაო მიეცით. მიეცით საშუალება თქვენს ლიმფას ისე გამოვიდეს, როგორც მას სურს. მიეცით თქვენს კუჭს საშუალება იჯდეს იქ, სადაც გრავიტაცია სურს. მიეცით თქვენს ხერხემალს საშუალება დაისვენოს თავისი ბუნებრივი ფორმით. შემდეგ კი უბრალოდ დაიძინეთ. თქვენი სხეული დანარჩენზე იზრუნებს. ის ზუსტად ამას ელოდება.